წყლიდან ვენეციის ყველაზე თვალწამტაცი ხედი იშლება. სამწუხაროდ წყალი გაცილებით მეტად არის დაბინძურებული ვიდრე ადრე. რა გინდა რომ არ ნახო წყალში სამწუხაროდ ეს ნარჩენები წყლის დინებას აბრკოლებს. როდესაც წყალი მღვრია, ინტუიცია გიმახვილდება, ამიტომ ძირითადად ხელის შეხებით ვარჩევ საგანს. მე მარკო პაგანო ვარ, მოხალისე გონდოლიერი და მყვინთავი. მე სტეფანო ვიო ვარ, მოხალისე გონდოლიერებისა და მაშვედი მყვინთავების ორგანიზაციის არტილიო დივიზიონის დირექტორი. ჩვენი გუნდი ძირითადად შედგება მეგობრებისა და კოლეგებისგან, რომლებიც ვენეციის არხებში ყვინთავენ, რათა ძველთა ძველი ნარჩენებისგან გაასუფთავონ. ყველას თავისი ფუნქცია აქვს. როდესაც არხს ვწმენთ, მას ორი ტივტივით ვნიშნავთ. რათა სხვებს ვანიშნოთ, რომ ამ ადგილებზე მტყვინთავები წყალში არიან. მერე კანონის დამცველებს უკავშირდებით, ადგილობრივ პოლიციას და ვენეციის პოლიციის ხელმძღვანელობა გვეხმარება მოძრაობის მართვაში. როდესაც ფსკერზე ისეთ საგანს პოულობთ, როგორიცაა საბურავი, წყალში თოქზე მიბმულ კაუჩს ვუშვებთ. საბურავს მოვდებთ და მერე იქვე მდგომი დამხმარე ნავიდან მაღლა ვქაჩავთ. ხშირად ჩვენც კი გაოცებულები ვრჩებით ისეთ საგნებს პოულობთ ფსკერზე. ძრავა კიდე გასაგებია, რადგან მათ ნავზე იყენებენ, მაგრამ კონდიციონერის არხიდან ამოღება მართლა აბსურდული მგონია. არხებიდან რაც ამოგვაქვს ეს ნარჩენები ალბათ საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. ხალხი წყალს რომ სვამს გზაში თუ იქვე ნაგვისრულნა არ დგას, პირდაპირ წყალში ისვრის ბოთლებს. ნებისმიერ რამეს აგდებენ წყალში, რაც აღარ უნდათ და არხები ნაგავსაყრელს დაიმსგავსა. მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ორტაქტიანი შიდაწვის ძრავები, ამიტომ საწვავის ნარჩენები პირდაპირ წყალში იღვრებოდა. შესაბამისად, სამწუხაროდ არხებში ცურვა აღარ არის ნებადართული. როცა 10 წლის ვიყავი არსენალის არხის პირას ვცხოვრობდი და არხებში დავცურავდი. წყალი განსაკუთრებულად მიყვარს. ეს ჩემთვის მეტისმეტად პირადული რამ არის. ჩემი სტიქია. მე მიყვარს ზღვა, მიყვარს წყალი. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მთელ მსოფლიოში დავდივარ საყვინთავად. ყოველ შვებულებაზე მხოლოდ ისეთ ადგილას მივდივარ, სადაც ყვინთვა შეიძლება. ერთხელ წითელ ზღვაზე წავედით შვებულებით და ყვინთვის დროს ვიპოვეთ რეზინის ჩექმებით სამსე ჩანთა. როდესაც ნავზე დავბრუნდით, გაგვახსენდა მანქანის საბურავები, რომლებსაც ვენეციის არხებში საფარად იყენებენ. ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ვენეციის ქალაქის მმართველობას გულწრფელად გავსაუბრებოდით და მათ მართლაც დაგვთეს ნება, რომ პირველი ექსპერიმენტული ყვინთვა ჩაგვეტარებინა. პრობლემა იყო აღჭურვილობა. წყალქვეშ ტალახში უამრავი ბაქტერია და მიკროორგანიზმი ბუდობს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნეა. პროფესიონალი სახურულობას ვიყენებთ. ის თითქმის 100%-ით წყალგაუმტარია და გვიცავს. თუ ცოტა ტალახი მაინც შეგივიდა ყურში და ყურის ბარაბანს მოხვდა, ამას სერიოზული ინფექციის გამოწვევა შეუძლია. Questo è il quinto anno e siamo arrivati alla წელს მეხუთე წელია, რაც ამ საქმეს ვაკეთებთ და ახლა 31-ად ჩავყვინთეთ. უკვე 30,000 კილოგრამი ნარჩენი და 1600 საბურავი ამოვიღეთ. ყველაფერი რაც მოვაგროვეთ, ჯუდეკაზე წაიღეს, ვენეციის ნაგავსაყრელზე, სადაც ნარჩენებს წვავენ და ამუშავებენ. ასე რომ დადებით ამბებს ვხედავთ. ჩვენ მხოლოდ ზამთარში ვყვინთავთ, როდესაც გონდოლიერის სეზონური საქმე შეჩერებულია. ეს უძველესი ხელობაა, ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. Lavoro stagionale come gondolieri, perché questo è un vecchio mestiere in generazione familiare. Faccio parte di una famiglia di gondolieri. მე გონდოლიერების ოჯახიდან ვარ. ძალიან ახალგაზრდა მოვკიდე ხელი ამ საქმეს. დაახლოებით 9 წლის ვიყავი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სულ უფრო უკეთ ავისთვისე ეს ხელობა. წყალქვეშ ყვინთვა ტურისტების წყლის ზედაპირზე გასეირნებისგან მკვეთრად განსხვავდება. იმ ქაოსისგან, რომელიც როგორც წესი, წყლის ზედაპირზე სუფევს. ამ საქმიანობის გამო თავს უფრო სასარგებლო ადამიანად ვგრძნობ. თანაც მომწონს, რომ სისუფთავის ბალანსის შენარჩუნებას უწყობ ხელს. Mi dà anche soddisfazione il fatto di aiutarla nel suo delicato equilibrio.
Auspichiamo di trovare იმედი გვაქვს, რომ ვენეციაც და სხვა ქალაქებიც უფრო სუფთა იქნება მომავალში ვიდრე ახლა. Per me è un orgoglio grandissimo. ჩემთვის ეს საქმე დიდი პატივია. მხედავ რომ ნავებს ცურვის დროს პროპელერში აღარ ეჩხირებათ საგნები. მხედავ რომ წყალი უფრო დაიწმინდა და უკეთ მიედინება. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. იმედი გვაქვს რომ ისევ გავაგრძელებთ საქმიანობას. ძალიან გვეამაყება ჩვენი საქმე. ჩვენი მისია სინამდვილეში ის არის, რომ შევქმნათ უკეთესი სამყარო, არა მხოლოდ ვენეციაში, არამედ მთელ მსოფლიოში. Siamo molto soddisfatti del nostro lavoro. La nostra missione è proprio un vero messaggio per fare in modo che ci sia un mondo migliore non solo qui a Venezia, ma in tutto il mondo.